დიანა, ეს სახის ნიღაბი მომერა შოკოლადის. დიანა, ყველაფერს მოგცემ, რაც გჭირდება. დიანა, მე აი ეს მინდა. ლეილა, იმას მოგცემ, რომელიც შენ კანს მოუხდება, გასაგებია? კარგი, დიანა, წავიდეთ. აბა დიანა, იხარე. ლეილა, შენ სახეზე გამონაყარს ხედავ, ამიტომ შენ ბროწეულის ნიღაბი გჭირდება. რას გულისხმობ გამონაყარს? გამონაყარი მთელ ტანზე გაქვს, ლეილა. კარგი, იანა, შენ სახეზე შემამჩნია თვალის ქვეშ ნაოჭები, ამიტომ შოკოლადის ნიღაბი გჭირდება. ხო, მართალია, მე ნაოჭები მაქვს, ამიტომ შოკოლადი. კარგი რა, ნუ იკატუნებ თავს, რომ ვითომ ნაოჭები გაქვს, ეგ იმიტომ თქვი, რომ მე და ლეილას არ მოგცე შოკოლადის ნიღაბი. მომისმინე ნასტია, საერთოდ მადლობა მითხრე, რომ ამ ნიღბებს გაძლევთ. ზედმეტები ხომ არ მოგდის? ოხ, დიანა, სარკაზმი საჭირო არ არის. მოკლედ, გოგოებო, იანა და მე შოკოლადის ნიღბებს ვიკეთებთ. თქვენ გჭირდებათ ბროწეულის ნიღაბი და ამის შემდეგ ყველანაირი პრობლემა გაქრება. გოგოებო, ჩემ შოკოლადის ნიღაბს რო უყურებთ, არ შეგშურდეთ. კარგი რა, იანა. მოკლედ, გოგოებო, სახეზე დაიდეთ ნიღაბი და თითებით ცოტა გადაიყვანეთ. არ მესმის. გოგოებო, რატომ სუნავთ? არ შემჭამოთ თუ შეიძლება. იანა, საშინელი სუნი აქვს. ხო, მე მგონი გაფუჭებულია. გოგოებო, მომისმინეთ, ახლა ხომ ნიღბებს ვიკეთებთ, შემდეგ შევალთ და სხეულს გავიწმინდავთ. Yes! ხო, ქალბატონებო, ამ ზაფხულს ის დედოფლები უნდა გავხდეთ, რომლებიც არასდროს ყოფილვართ. ლეილა, შენ როგორც დაგაკვირდი, უკანა მხარეს ცოტა ასაწევი ღრუბელი დაგჭირდება. დიანა, შენ ჩემს უკანალს უყურებ? შური საშინელი თვისებაა. იანა, ჩვენი სხეულები ისედაც გამხდარია, ამიტომ უბრალოდ დავზილავთ და ნასტია, შენ მე მგონი ცოტა მუცელზე გჭირდება დაკლება, ამიტომ სპეციალურ ღრუბელს მოგცემთ. გასაგებია, გოგოებო, უფრთხილდით, ჩვენ იდეალურები ვართ. მაგასაც ვნახავთ, იანა, გვიფრთხილდი. გოგოებო, მზად ხარ? წავიდეთ, დავიბანოთ. კარგი, იანა. გოგოებო, იცოდეთ, პირველი მე ვიქნები. მე მეორე, მე მესამე, კარგი, მე მეოთხე. და ეს ვინ არის? ვინც არ უნდა იყოს, ხელს ვერ შეგვიშლიან. მე ვამბობ, რომ აქ არავინ არ დაიშვება. დიანა, შენი აზრით ვინ მოვიდა? მომისმენთ, გოგოებო, ჩემი მეზობელი იქნება, წყალი გადაუკეთეს და მესამე დღეა, რაც ჩემთან მოდის და წყალს მთხოვს. სმაილ, დარწმუნებული ხარ, რომ შეგვამჩნევი. სმაილ, ვიცი, რომ ბუჩქებთან შეუძლებელია, ყველგან კამერებია, რო დაგვაჯარი მონ. ჯანდაბა, ეს თანამედროვე ტექნოლოგიები. გოგოებო, რას ფიქრობთ? თუნდა მივცე წყალი? ვიცი რა, საღამოს წყლის გაცემა ცუდის ნიშანია. მე არ მჯერა მაგეების. დიანა, უთხრე რომ ვბანაობთ და წავა. კარგი. ბიჭებო? არ შემოხედოთ. ბიჭებო, გაფრთხილების გარეშე რატომ მოხვედით? პროვოსტი, მგონი საპირფარეშო აღარც მჭირდება. ბიჭებო, რა გჭირდებათ? დიანა, მე მგონი შენი მეზობელი არ არის. მე მგონი სმაილს საპირფარეშო ჭირდებოდა. გოგოებო, ჩემი მეგობარი სმაილი ასე რატო შეაშინათ? დიანა, მისთვის გამოსასვლელი შორტები გააქვს. იცოდე, დიანა, ამას არასდროს არ გაპატიებ. სმაილ, არ ინერვიულო, უფრო დიდი პრობლემა გვაქვს. დიანა, შეიძლება საშხაპე გამოვიყენოთ. მართლა შოკში ვარ, სერიოზულად შეგეშინდათ? კარგად მოვლილი ქალები გიყვართ, მაგრამ როცა ესე გხედავთ, გეშინიათ და აგერ სმაილს რა დაემართა ხედავთ. იცი რა, ახლა ჩვენ უნდა ვიბანაოთ, ამიტომ დაკავებული იქნება. კარგით, რა ხუმრობთ, შეიძლება საშხაპე გამოვიყენოთ. გოგოებო, ისე არ გეწყინოთ და ეგეთი ნიღბები არასდროს აღარ გაიგეთოთ. საშინლად გამოიყურებით. ხო, საშინლად? დაივიწყე, დიანა, ხუმრობა იყო, საპირფარეშოს მაინც გამოვიყენე. შეგიძლიათ შემოხვიდეთ, თორემ მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ. ეს ნორმალურია? საშინლადო? არ ინერვიულო, დიანა, რამეს მოვიფიქრებთ? აი, გამომართვი, დიანა, აი, თქვენი შეყვარებულები. გოგოებო, სახე უნდა დავიბანოთ. რაუს, დაამტკიცე, ძალიან შეშინებულები ჩანდნენ. ხო, ნიღბების გაკეთება კარგი იდეა არ იყო. წარმოგიდგენია დაქორწინდები და ეგეთი ნიღბით გაშინოთ. ხო, ჩვენ არ დავქორწინდებით. შეყვარებულობა და მე მორჩება. ხო, ეს ნიღბები მართლა საშინელებაა. წარმოიდგინეთ, კლიენტ თუ გაეხვევია ნამდვილი მუმიასავი. ხო, მოლაპარაკე მუმია. სმაილ, შეწყვიტე, თორემ მართლა მაშინებ. სმაილ, ნეტა ეს ვინაა? რაუს, შეიძლება დიანას მშობლები, უბრალოდ ვუთხრათ, რომ წყლის დასალევად შემოვედით. ხო, კარგი. ამას აქ რა უნდა? მეგობრებო, გამარჯობა, დიანა სახლშია? კი, ის სახლშია. ახლავე გაჩვენებ დიანას. ეგალუბალი მე მომეცი. არა, ვერ მოგცემ, იმიტომ რომ დიანასთვისაა, შეიძლება შემოვიდე. არა, ვერ შემოხვალ. მხოლოდ მაშინ შემოხვალ, თუ ერთ ცალს მომცემ. შეხედე, ერთი ჩემთვის, ერთი შენთვის და ერთი დიანასთვის. პროვასტი, რას აკეთებ, გაგიჟდი?
ჯანდაბა დიანა, ეს ნიღაბი სპეციალურად მომეცი, იცოდი რომ ალერგიული ვიყავი. კარგი რა, ახლა ბროწეულისავით კანი გაქვს. არ მithოვია ბროწეულისნაირი კანი. გოგოებო, ეს რა არის? დიანა სტუმრები ყავს? ხედავ, ნახე როგორი სიმპათიურია. დიანა, ამის ახსნა როგორ შეგიძლია? დიანა, ეს შენთვისაა. მაქს, ჩემთან რატომ მოხვედი? შენ საპირფარეშო გჭირდება? არა დიანა, საერთოდ რაზე ლაპარაკობ? სახლში მივდიოდი სამსახურის მერე, როდესაც ეს ალუბალი დავინახე. ვიფიქრე რომ ავიღებდი და შენ მოგიტანდი. ჯანდაბა, ამას როგორ გადავურჩე? ამას შენ ხვდები, ხო დიანა? აქედან არსად არ წავალ, სანამ შენი მშობლები არ მოვლენ. აქ დავრჩები. სმაილ, ნუ გწყინს. ბროვასტი, მოდი აქ. დიანა, ძალიან მწუხვარ, ბროვასტი, წამოდი. მაქს, მაინტერესებს რატომ მოხვედი? ხომ იცი რომ შეყვარებული მყავს არა? დიანა, ცუდი მართლა არაფერი მიგულისხმია, უბრალოდ შენთვისაა. ერთი შენთვის, ერთი შენთვის, ერთი შენთვის. ნასტია, ნახე, ძალიან ცუდი არ არის. ჩვენ არ დავავიწყდით. ხო, მეც მომწონს. დიანა, ეს შენთვისაა. არა, არასდროს ალუბალს არასდროს არ შეჯავ. კარგი, მაქს, შემოდი. დიანა, ეს კურიერი მომწონს, შეიძლება ვფლირტაო? ნასტია, კი, გთხოვ, რა შეიძლება მალე? ხუმრობდი. მომისმინე მაქს, ამას არასდროს გაპატიებ. მოკლედ, ბროვასტი, დღეს დიანას მშობლები არ იქნებიან სახლში და შეგიძლია ღამე დარჩე. კარგი იანა. დიანა, არავინ დარჩება ღამე. რას გულისხმობ, დიანა? მაქს. ნასტია, შენ ზედმეტად პატარა ხარ ურთიერთობებისთვის. მაქს. ამას შეხედეთ, კურიერს მე მოვწონდი და ახლა უცბად ნასტიას უქნევს ხელს. ეს კარგი გადაწყვეტილება, აქ რო ვარ ჩემი ეშინია. მეგობრებო, არ გინდათ ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ. ჩემი სახელია მაქსი, კურიერი ვარ. ვიცით, რომ მაქსი ხარ. ბროვასტი, რა კარგია რომ მოხვედი, ეს ძალიან მოსაწყენია. ხალხო, ბევრნი ვართ, რაღაც გავაკეთოთ. ხო, გეთანხმები, ესე უბრალოდ რატომ სხედვართ დივანზე? მაქს, მოდი აქეთ დაჯექი. არ ვიკბინებით. გოგოებო, როგორც ხედავ, ძალიან თავისუფლად ხართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მაქს პირველი მე მოვწონდი. თავიდან მქონდა, მაგრამ მერე დაშორდით. მერთო ძალიან მიხარია, რომ თქვენ გუნდში ვარ. რა? უკვე ჩვენს ბანდაშია? პირველად გავიგე. სმაილ, გინდა ჩვენი გუნდი გავაცნოთ, საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს. ხო, კარგი იდეაა. ჯანდაბა, ისევ ფართი იქნება ახლა დიანას სახლში, რა თქმა უნდა. აბა მაქს, მთელი ბანდის გაცნობა ხომ გინდოდა? აი ეს არის ჩვენი ფართი. ოღონდ ზოგიერთთან ურთიერთობა არც გვაქვს, ზოგჯერ. და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? დამშვიდი, უბრალოდ ვითამაშებთ ბოთლის დატრიალებას. მაქს, ძალიან მაგარი თამაშია. არ ვიცი, ეს არასდროს არ მითამაშია. მომისმინე კურიერო, მე მომიტან ამანათს. მარიუსა, შენმა არტემმა მოგიტანოს ამანათი. კოსტა, რომ ცოტა და კურიერი აქ იქნებოდა არ მოვიდოდი. დიმა, ისე სამაგიეროდ ახლა შანსი გაქვს, რომ კურიერს დაცინი. ხო, ისე მართალი ხარ. კარგით, ბოთლის დატრიალებას როდის დავიწყებ? კურიერო, შენ იწყებ, დაატრიალე. ნახე, კოსტიას სკენარის გაშვერილი, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ნებისმიერი შეკითხვა დაუსვა, ან ნებისმიერ რამ დაავალო. კარგი, მაშინ შენ მითხარი, რომელი უფრო მოგწონს აქედან? ლეილა თუ ნასტია? არც ერთი, რატო? კარგია, იმიტომ რომ არ მინდა მისნაირი სიტუაცია დამემართოს. კარგი, ახლა ჩემი ჯერია. არტემ. კარგი, მიდი კოსტა. არტემს რა უკითხო? კარგი, უთხარი რომ ჩემს მაგივრად კურიერს თავზეც კიპურტი ჩაარტყას. არტემ, მიდი კურიერს კიპურტი ჩაარტყე. არაა პრობლემა. ვა, პატრიკ. პატრიკ, ხო გესმის, რომ კურიერმა ინიცირება უნდა გაიაროს? ხო, არტე, მართალია, კურიერო, ჩემ ჯიჯის არასდროს არ შეეხო. საერთოდ ვინაა ჯიჯი? ალბათ მე ხუმრები, ხო? ჯიჯი ჩემი შეყვარებულია. პატრიკ, შეწყვიტე, ის ხო ახალია, საერთოდ არ იცი შენი ჯიჯი ვინაა? პატრიკ, მიდი ბოთლი დაატრიალე. დიანა. აბა პატრიკ, ყურადღებით გისმენ. კარგი დიანა, მე მინდა რომ ჯიჯი ჩილიდერების ჯგუფში მიიღოთ. პატრიკ, მაპატიე, მაგრამ მაგას ვერ გავაკეთებ.
ხო, ჯერ არ ჩაუბარებია ყველაფერი, მაგრამ ისწავლის და შენი ოცნებაც ახდება. ხო, პატრიკ, სხვა დროს, ახლა მევატრიალებ. დიანა, მიდი უთხარი რომ აქაურობა მალე დატოვოს. სმელ, მაგას ვერ ვეტყვი, თან უკვე სხვა გოგოები მოსწონს. კარგი, მაგრამ იცოდე, თუ შემოგხედავს. კარგი, მაქს, გვიცეკვე, აბა, მიდი. მაქს, გბალეში კოპ, თითები გადაჯვარდინებული მაქვს. ლეილა, შეგიძლია მხოლოდ ერთი თითი გადააჯვარდინო, იმიტომ რომ მაქს, მე უფრო გბალეში კარგი, კოპ. ეს რობოტის ცეკვა იქნება. და დიანასი საერთოდ აღარა სერიოზულად ამბო, იმიტომ რომ ამ კურიერს ყურადღებას არასდროს არ მიაქცევ. ანუ კარადაში აღარ ვიჯდებით ხოლმე. არა, კოსტა, კიდევ ვიჯდებით, ეს საინტერესოა. კარგით, ახლა ჩემი ჯერია. კარგი, შენ რა ქვია? ჰეი, შენ არა რა, ამის სახელია ბროვასტი და კალათბურთელია. კარგი, მოკლედ, მე ხო ახლა ვიცეკვე, შენ იმღერებ. ისე მე სიმღერა არ გამომდის. ბროვასტი, მიდი, კურიერიც კი დაგცინებს, მიდი. იანა, ამას მე არ გავაკეთებ. მიდი, ბროვასტი, მხარს დაგიჭერ. ოჩეხიანა, მიდი, შენ იმღერებ, მე ვიცეკვებ. ბროვასტი, მიდი, რამე რეპი იმღერე. კარგი, იანა, მაშინ ახლა შენთვის გავრებავ. ვაუ, ბროვასტი. სპორტზე წავედი, გნახე და აღარ მეძინა დღე და ღამე. ვსო, ეს არის რიტმი. ბროვასტი, არ ველოდი რომ ჩემს გამო არ გეძინა რა რომანტიული. იანა, ეს უბრალოდ სიმღერაა. ეგ რას ნიშნავს, ბროვასტი? კარგი, სმაილ, მე რეპი წავიკითხე. შენ კიდე დიანას გამო თვერქს გააკეთებ. თვერქი, მიდით! ვუ, წარმატებები! მიდი დიანა, არ შემიძლია, სმაილ, არ ვიცოდი ასეთი ნიჭიერი თუ იყავი, მე ვერ გადაგჭდილა. მომისმინე, ამის გაკეთება შეგიძლია. სმაილ, ძალიან მაგარი ხარ. Yes. კარგით, მარუსა და ჯულია, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ დედა და შვილი ხართ და საშოპინგოდ მიდიხართ და ეს ყველაფერი უნდა დადგათ. ანუ მარიუსა შვილია, მე დედა ვიქნები. შვილო, წამო, საშოპინგოდ წავიდეთ, ვიყიდოთ კაბები, ჩანთები, ფეხსაცმელები. მოიცადე? მარიუსა, მაგრები უნდა ვიყოთ, მოდი აქ ახლიდან დავიწყოთ. შვილო, წამო საშოპინგოდ, ვიყიდით ჩანთებს, კაბებს და ფეხსაცმელებს ჩვენთვის. წავიდეთ, მოდი აქ. უი, ნახე, ეს მოგწონს. ვაიმე, ამ კაბას შეხედეთ. მე ეს ჩანთა მინდა, აი ზუსტად ძალიან მომიხდება. და მე ვაიმე, ეს ფეხსაცმელები ნახე აქ, როგორ მოგიხდება. ამას შეხედეთ, ვაიმე, იდეალურად მერგება. კარგი, ახლა ჩანთა მჭირდება, წამო ჩანთაც ვიყიდოთ. წამო, აი ჩანთებით. აუ, რა ლამაზებია, აი ამას ავიღებ აუცილებლად. ძალიან ძვირია, არა უშავს ლამაზები უნდა ვიყოთ. ხო, რა თქმა უნდა, კარგი ვიყიდით. ოჩა! ძალიან მაგარია. ოთხი დაატრიალეთ. ბავშვებო, აბა მოგეწონათ როგორც დადგეს ჯულიმ და მარიუსამ დედაშვილის შოპინგი? თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი აუცილებლად და დააჭერეთ ზარის ღილაკს. და ჩვენ ყველა აქ ვართ კურიერთან ერთად. დიანა, შენს ოთახში ყვირიან. ხო, მესმის. თავი დამანებე, ჩემეშვით. დიანა.
დიანა, ეს შენ საწოლზე იყო წამოწოლილი. იქ რას აკეთებდა? რა? ჩემს ოთახს რა სჭირს? დიმა, იქ რას აკეთებდი? ჯანდაბა. ბავშვებო, ვარჯიში დამთავრებულია. იცოდეთ, უკეთეს ფორმაში უნდა იყოთ. დიანა, აუხსენი, როგორ შეინარჩუნო თავიანთი წონა და ფორმა. ხო, კარგი. ჯული, ფიქრობ, რომ თუ ფეხს 1 სანტიმეტრით აწევ, შენი გვერდები მაგიურად შევიწროვდება? ხო, მაგრამ არ ვიცი სწორად როგორ გავაკეთო. უფრო უნდა იმუშაო. მარიუს, რას აკეთებ? ხელებზე ვდგავარ. ეს ხელებზე დგომა არის, 4-ზე დგახარ, ახლა ვამაჩვენე სწორი პოზიცია. კარგი. ბიჭებო, უფრო ქვევით ჩადით აჯიმანიის დროს. მიდით, 1, 2, არტევ, მიდი, 1, 2. ჯანდაბა, იანა, არ ვიცი მათთან როგორ ვიმუშაო, სრულიად ნულები არიან. მარტო ჩრდილდერობაში კი არა, სპორტში ზოგადად. ჯანდაბა, გოგოებო, ამათ შეხედეთ, ძალიან რთულია მათთან მუშაობა. ხო, ბიჭებს შეხედეთ აჯიმანიის დროს, ხელები უკანკალებთ. გოგოებო, თუ უფრო მეტად არ დაიწყებენ მუშაობას და ვარჯიშს, გავაგდებთ. სხვათა შორის გამახსენეთ, წინა კვირის ვარჯიშის ვინ არ გადაიხადა? მე გადავიხადე. დიანა, მეც გადავიხადე. კარგი, მაგრამ საკმარისი არ არის. ესე იგი, ყველას არ გადაუხდია. ან იქნებ რომელიმე თქვენგან მაიღო ის ფული. არა, ლეილა. ლეილა, თქვი? დიანა, ვიცი, ვინც არ არის აქ, იმან არ გადაიხადა. ჯიჯი. შოკში ვარ. ანუ ეს პატარა ლაწირაკი მთელი კვირა უფასოდ ვარჯიშობდა? პატრიკ, ახლავე გადაიხადე ჯიჯის ფული, რთულია მასთან მუშაობა. ხო, სულ წუწუნებს, ხან წყალი უნდა, ხან ცხელა, ხან კიდე საპირფარეშო სჭირდება. იანა, ყველას გჭირდება. მერე რა? იცით, მე ჯიჯის დავშურდი. პატრიკ, რატომ იტყუები? ხვალ ვარჯიშზე მასთან ერთად მოდიხარ. ჩუმოთ, ხვალ ვიტყვი, რომ ერთმანეთს შევურიგდით. შეგიძლიათ წახვიდეთ და გთხოვთ, იყიდეთ აქსესუარები, რაც გჭირდებათ. ხო, და ეს ყველაფერი წაიღეთ აქედან. ხო, იმიტომ რომ უკვე გააფუჭეთ. კარგი, ვიყიდით. კარგად. ნახვამდის. რა გამაღიზიანებლები არიან. ეგ არ არის რაღაც სწორი სიტყვა. გოგოებო, მოდით რეკლამა გავაკეთოთ და სხვა ჯგუფი ავიყვანოთ. არა, ნასტია, ეს ჯგუფი გჭირდება. სხვათა შორის, დიანა, ნახე რომელი საათია, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უნდა მოემზადო. რა თქმა უნდა, დამავიწყდა. იანა, არ ვიცი რა ვუთხრა ამ კაცს. ძალიან ნერვიულობ, მეშინია. დიანა, რატომ ნერვიულობ? კარგი რა. ლეილა, ყველა შენსავით ძლიერი არ ვარ ჩინაგანად, ზოგი ნერვიულობს. ჯანდაბა, ძალიან მრცხვენია, ცუდად ვივარჯიშე, დღეს საერთოდ ვერაფერი გავაკეთე სწორად. ჯული, ჩვენ სპორტსმენები კი არ ვართ, ერთ დღეში ვერ გავხდებით. ისი ამ ბოლო დროს იანა და დიანა ძალიან მაღიზიანებენ, კაცრები გახდნენ. ო, ლეილა მოვიდა და ჯიჯისთვის ფულის გადახდა და მოვალ. რა თქმა უნდა, პატრიკ, ის შენი შეყვარებულია. თუ ჩემი შეყვარებულია, ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადავუხადო. პატრიკ, ის არ გჭირდება, დაშორდი, უფრო მაგარ გოგოს მოგიძებ. არტემ, ასე არ გამოვა, ერთი ქალის კაცი ვარ. რაუს, შენი აზრით ამ გოგოებს რატო არ მოუწონვართ? მათი დონე ვერ შეამჩნიე, არ მიკვრის, რომ ჩვენ არ გვიყურებენ. კარგი რა ბრაუს, ჩვენ ერთ დონეზე ვართ, ჩვენ ხო კალათბურთელები ვართ. ო, კალათბურთის ფორმა უნდა ჩაგვეცვა, თორემ მგონი არც დაიჯერეს, რომ კალათბურთელები ვართ. კარგი ბრაუს, იცოდე, ეს იანას არ მოუყვე, თორე ძალიან გრძელი ენა აქვს და ყველას ეთქო, ამას მეც ხვდები. ეი, მეგობრებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? კალათბურთელებო, სად არის თქვენი ჩვენ ფორმა? დიანას და იანას გაკვეთილზე ვარჯიშობთ და ისინი ძალიან გიჟები არიან. მან დრას აკეთებთ? პაიმანზე მიდიხართ? კარგად ჩაგიცვამთ? რა პაიმაზე, ჩვენ ჩილიდერები უნდა ვნახოთ. ჩვენ უბრალოდ ვარჯიშის დამთავრებას ველოდებით. კარგი, კარგად. რაო, აბა, ჩემს მეგობრებს არ მოწონხართ? ამით რას გულისხმობ? კარგით რა, ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მათ ეფრირდავებოდით. ჩვენ არტემის მეგობრებს ვეფრირდავებოდით? ეს ძალიან ცუდია. ახლა დიანა და იანა აუცილებლად გაიგე. კარგი, წამო, გამოვიცვალოთ და მათ შევხვდეთ. ხო, წამო. დიმა, აბა, გადაწყვიტე? კოსტა, არ ვიცი რა ვქნა, აუძრე თუ არა, მეგონა დიანას ფანჯარა უფრო დაბლა იყო. დიმა, ბოდიში, მაგრამ უკვე კოღოები მკმნენ, აქ დიდი ხანი ვერ გავჩერდები, მალე უნდა გადაწყვიტო, აძრები თუ არ აძრები. კარგი კოსტა, აუძრები, მაგრამ რო რამე დედა ჩემს უთხარი, რომ ეს ჩემი შეყვარებულისთვის იყო. დიანას, დიმა, არ ინერვიულო, რამე რომ მოხდეს მე დაგიჯერ. დიანა, დამელოდე, შენი პრინცი შენსკენ მოდის. კოსტა, იცოდე დამიჭირე. პრინცო, მე გიჯერ, არ ინერვიულო. კოსტა, ეს ასაცილო საერთოდ არა, გმირულ აქციას ვაკეთებ. დიმა, იჩქარე, მალე გადაძვერი, რას ელოდები? კოსტა, მორჩა, გადაუძვერი, წაიღე უკვე კიბე, აღარ დამჭირდება.
დიმა, მოდი მაინც დავუტოვებ კიბეს, ხო არ ვიცით დიანას რა რეაქცია იქნება. კოსტა, ეს სიურპრიზის რეაქცია იქნება. წარმატებები დიმა, ჩემი აზრით ამას შეძლებ, მაგრამ რო რამე მე აქ ვარ. გოგოებო, 5-10 წუთი მაქვს რომ გავემზადო. არა უშოს დიანა, მოგეხმარებით. ეს ინტერვიუ მაღალი ქულებით უნდა გაიაროთ და მე შეჯიბრში მივიღებთ მონაწილეობას. გოგოებო, იდეალურად უნდა გამოვიყურებოდეთ, თმა დავიბანე დილით, როგორ არის? დიანა, იდეალურია. დიანა, შედიხარ ოთახში და ეუბნები, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი ჩრილდერების კაპიტანი. ხო, ნასტია მოიცადე, ის არ დაგავიწყდეს, რომ თქვა, რომ ყველაზე მაგარი გუნდი ყავს. დიანა, ძალიან მსუბუქ მაკიაჟს გაგიკეთებ, რომ მიხვდნენ, რომ სერიოზული ხარ და არა ვიღაც ბიმბო. გოგოებო, წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ ნერვიულობ. წარმოიდგინეთ, ყველა ჩვენგანის სახელზე მე ვლაპარაკობ. დიანა, ჩემზეც თქვი რამე კარგი, შეიძლება უცხოეთში გავხდე ჩრილდერების კაპიტანი. მაინც ხო იცი, მეგობარი ვარ. დიანა, კარგი რა, სერიოზულად, კაპიტანი ვარ აქ და სხვა ქვეყანაშიც მე ვიქნები კაპიტანი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. დიანა, არასწორად აკეთებ. დიანა, მე თმაზე დაგეხმარები. თან ჩემზეც თქვი 1-2 სიტყვა, რომ არის ვიღაც გოგო ლეილა, რომელიც არასდროს არ აცდენს ვარჯიშს და ძალიან ორგანიზებულია. გოგოებო, რა გჭირთ, გაგიჟდით? თქვენზე კი არ ვისაუბრებ, იქ ვისაუბრებ ჩვენს მთლიან გუნდზე. დიანა, ჩემს ყველაზე ძვირიან ტურს გათხოვებ მხოლოდ მაგისთვის. მოიცადეთ გოგოებო, გესმით რომ ეს ინტერვიუ არის ჩრილდერებზე და არა პაემანი, ხო? დიანა, ჩრილდერი ყოველთვის იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. იჩქარეთ, დრო აღარ გვაქვს. კარგი, ახლა მე დიანას სიურპრიზს გავუკეთებ. სადმე უნდა დავმალო ჩემი ჩაფხუტი, რომ დიანამ ვერ იცნოს. დიანა ძალიან ბედნიერი იქნება. პროვოსტი, შემოდი. სმაილ, შენი გეგმა რა არის? ჩუმად, დიანამ და იანამ არ უნდა გაიგონ, რომ აქ ვართ. ჩვენ სადმე უნდა წავიდეთ, დავიმალოთ და როდესაც ისინი დაგვინახავენ, სიურპრიზი დავიყუროთ. სმაილ და რო შეეშინდეთ, ბრაუს, რატო უნდა შეეშინდეთ? ჩვენ მათი შეყვარებულები ვართ. არ ვიცი, უბრალოდ უცნაური სიურპრიზია. პროვოსტი, შენ ვერაფერს ვერ ხვდები. ნაბიჯების ხმა მესმის, ბონიას ჩემი პრინცესა დიანა, ახლა ოთახში შემოვა, ამას გადავხდეს და მე სიურპრიზის დავიყურებ. დიანა, მზად არის. კარგი გოგოებო, რა ჩავიცვა? დიანა, სუსტი მაკიაჟი გაქვს, ამიტომ ტანსაცმელი ძალიან ფერადი უნდა იყოს. მართალია. თუ დიანა ყველაფერს სწორად გააკეთებს, უცხოეთში წავალთ. ხო, იქ მაგარი ბიჭები არიან. ხო, პეიტონთან ვიქნები. ნასტია, სხვათა შორის დიანას მოწონს პეიტონი. მერე რა, მას ხომ სმაილი ყავს. გოგოებო, რა სალოდებით, არჩევაში არ დამეხმარებით? კი! სმაილ, შეხედე, სიურპრიზს ვერ გავაკეთებ, დიანას ძინავს. პროვოსტი, ყველაფერს გავაკეთებ, სიურპრიზი უკეთესიც იქნება. ჯანდაბა, დიანა აქაა, იმედი არ შეეშინდება და ჩემი სიურპრიზი მოეწონება. რთულია სუნთქვა, გული ძალიან მიცემს, მაგრამ დიანა ბედნიერი იქნება. სმაილ და იანა სად არის? ბრაუს, არ ვიცი, მოდი ჯერ დიანას გავუკეთოთ სიურპრიზი და მერე იანას. ხო, კარგი. სიურპრიზი. სმაილ, ისევ აქ ხარ, ჩემი სიურპრიზი გააფუჭე. სმაილ, ეს დიანა არ არის. ხო, მეც ვხედავ, აქ რას აკეთებ? აქ რას ვაკეთებ? სიურპრიზს ვუკეთებდი დიანას, სანამ თქვენ სხვა გოგოებთან ერთად იყავით. სმაილ, მან მგონი ყველაფერი იცის, იანა სიმეშინია. შენი იანა არ მადარდებს, დიანა სად არის? კალათბურთელებო, წადით აქედან, მე პირველი მოვედი. დიანა. წადით აქედან. შენ თვითონ წადი აქედან. დიანა, სად ხარ? ახლა რა მოხდება? დიანა, ლამაზი კაბა უნდა ჩაიცვა. დიანა. ეს ვინ არის? დიანა, შენს ოთახში ყვირიან. ხო, მესმის. შემეშვით, მარტო დამტოვეთ. დიანა, დიანა. აი ეს ვიპოვეთ, შენსაწოლზე იყო წამოწოლილი. იქ რას აკეთებდა? რა? ჩემს ოთახში რა მოხდა? დიმა, აქ რას აკეთებ? საერთოდ სამივე მომისმინეთ, აქ რანაირად გაჩნდით? საერთოდ როგორ შემოხვედით სახლში? რა ხდება? მარტო დამტოვეთ, შემეშვით, კოსტა გარეთ მელოდება და მაგრა გცემთ. გოგოებო, ამ ბიჭებისგან არ გიკვირთ? გვიკვირს. გოგოებო, არა უშავს უცხოეთში რომ წავალთ, მაგარ შეყვარებულებს ვიპოვით. დიანა, შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა და ყველაფერი გააფუჭე. დიანა, მეც სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. ხო, მან ყველაფერი ჩაშალა. ბიჭებო, მადლობა, მაგრამ ასეთი სიურპრიზები არ მჭირდება. როგორ შემოხვედით დიანას სახლში? მე მაინტერესებს დიმა როგორ შემოვიდა. ხო, გეთანხმები, უკვე ზედმეტია. დიანა, რო იცოდი აქ როგორ აღმოჩნდი, კიდევ შემიყვარებდი, მაგრამ არა უშავს, კიდევ მეტი სიურპრიზი იქნება. წადი აქედან სიურპრიზის კაცო. ახლა მითხარით, რა ხდება?
დიანა, ეს ძალიან გრძელი ისტორია, რამეს გვაჭმევ? ხო, ჩვენ ძალიან გვშია. არა ბიჭებო, საჭმელს ვერანაირად ვერ მოგცემთ. დიანას ახლა ინტერვიუ აქვს და აგვიანდება. ამიტომ ბიჭებო, სახლში წადით. დაგვანებეთ თავი. კარგი დიანა, მაშინ ხვალ მოვალთ. დიანა, მაკოცე სანამ წავალ. რაუს წამოდი, ვერ ხედავ ინტერვიუ აქვს. გოგოებო, გრძნობ რომ დღეს ინტერვიუს ვერ ჩავაბარებ. დიანა, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო, წამო ჩაიცვი. ბავშვებო, შოკში ვარ ჩვენი ბიჭების გამო, მართლა ამ შეყვარებულებს შეხედეთ. და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარს დააჭირეთ. ახლა უნდა ჩავიცვა ინტერვიუსთვის. კარგად.